გიორგი, პირველ რიგში უნდა კითხოთ გელა ხასაიასთან დაკავშირებით, გელა მოიპარეს შუა ქუჩიდან და რაც აბსურდულ ბრალდებას უყენებენ და აგერ წინასწარი პატიმრობაც მიუსაჯეს, ხო და ამტკიცებენ რომ თუნდაც გელა თავის ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში, როცა ყველამ ვიცით როგორ მოიპარეს ის და ამასთან დაკავშირებით ხა ეს იყო პირდაპირ საფუძველი იმისა, რომ მოსამართლეც ეთქვა, რომ ეს კაცი გაუშვით ხა და ესეთ ტყუილები მეორედ აღარ თქვათ. ნებისმიერ ღირსეული მოსამართლე ასე მოიქცევა. ამან გაუშვა 2 თვით ციხეში ადამიანი, რომელზეც ეს რაღაც მოხდა. პოლიტიკური შეფასება გვჭირდება თქვენი გუნდის წარმომადგენელია გელა და ასევე კიდევ ერთი პოლიტპატიმარი არის, პოლიტპატიმართა ძალიან გრძელი სიის ბოლოს. ეგრეა ნამდვილად, მორიგი პოლიტიკური პატიმარი ჩვენი კოალიციიდან არ ვიცი უკვე მე რამდენი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც აკავებენ, რომელიც ძალიან აქტიური არის ხა მიმდინარე საპროტესტო აქციებში და ალბათ ესეც არის ხო მთავარი მიზეზი, რისთვისაც ის არის დღეს საფრთხეში რაღაცა წარმოუდგენელი ბრალით, რომელიც მას წარუდგინეს იმ ფორმით, რა ფორმითაც ის დააკავეს, გაიტაცეს მანამდე და ეს ხო არ გვიკვირს, 4 თვეზე მეტი გავიდა უკვე იგივე ნიკამელიას გატაცებაზე და ფორმალური დოკუმენტიც კი არ წარუდგენია ხო ამ დრომდე. რეჟიმის პროკურატურას თუ რავი შესაბამის საგამოძიებო უწყებს, ამიტომ ეს არის უკვე ის ფორმა თუ ის სტილი, რომელთაც მოქმედებს რეჟიმის ძალოვანი სტრუქტურები. ჯერ ყოველ საათის განმავლობაში გელა ხასაიას თითქოს რაღაცა ბრალს უძიმებდნენ და ბოლოს ჯგუფური თუ რაღაცა იმ მასშტაბში მივიდნენ, რომ წინასწარი პატიმრობა მოითხოვეს სრულიად წარმოუდგენელ და აბსურდულ საქმეზე და გუშინ მისი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს კარგად ვნახეთ რა ხდებოდა, ხო სასამართლოში რაღაცა წარმოუდგენელი სისასტიკით მანდატურები უსწორდებოდნენ ჩვენი კოალიციის სხვა წევრებს, რომლებიც იქ იყვნენ დარბაზში მისულები, განსაკუთრებით ქალბატონებს დამიზნებით უთხრამდნენ მათ სახეში, არ ვიცი. წარმოუდგენელ რამისთან გვაქვს საქმე და მე ხშირად ვიხსენებ ასლან აბაშიძის რეჟიმს და ასლანსაც კი არ უკადრია მსგავსი რამ მათ შორის თავისი რეჟიმის ბოლო ეტაპზეც კი რასაც ეხა ივანიშვილის რეჟიმი კადრობს. ხო, ასლანს გავს ივანიშვილი ბევრი რამით შესაძლოა, მაგრამ ამ რაღაცა შინაგანი მორალის რაღაც შეგრძნებით, რაღაც კოდექსით, კოდექსით, ხო? ნამდვილად არ წააგავს. ეს უკოდექსო კაცი არის ამ გაგებით ივანიშვილი, ყველაფერზე წასვლა შეუძლია აბსოლუტურად. გიორგი, ასევე მინდა გკითხოთ მოდის 4 ოქტომბერი და ეს მნიშვნელოვანი თარიღი არის და თქვენი აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რატო? თქვენ მოიგეთ ბათუმის არჩევნები, თავისუფლების თვითმმართველობის არჩევნები, თქვენ წაგართვეს ეს არჩევნები, თქვენ დაამარცხეთ ეს რეჟიმი ბათუმში, მაგრამ აი ყველა ვნახეთ რაც მოხდა, ხო? ახლა არის თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენ კიდევ საუბრობთ, აი ამაზე დისკუსია არსებობს, რა შეიძლება რომ ოპოზიციამ ასეთ დროს მიაღწიოს, ხო? თქვენ როგორ უყურებთ აი ამ საკითხს პერსონალურად? მე მქონდა დღეს შესაძლებლობა თქვენი პირველი სტუმარისთვის სტუმართან ჩართვისთვის თვალე მედევნებინა თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი პარტიულ რაღაცა ვერტიკალში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამდებობა რეალურად და საოცარი რამეები მოვისმინე დღეს თქვენს ეთერში, სადაც ამ თანამდებობაზე მყოფი ადამიანი, რომელიც არის მათ შორის მაჟორიტარი თბილისის ერთ-ერთ უბანში, ამბობს, რომ კი ჩვენ დავმარცხდებით მაჟორიტარულ არჩევნებში და ამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ, დავმარცხდებით პროპორციულ ნაწილში, ამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ, მაგრამ მერის ნაწილში ირაკლი კუპრაძეს თითქოს რაღაც შანსი აქვს. აი, წარმოუდგენელ აბსურდთან გვაქვს საქმე ერთი და იგივე დღეს, ერთი და იგივე კანონით, ერთი და იგივე კანონით ბრჭყალებში და გარემოთი ტარდება, ხო, ეგ არჩევნები. თუ საარჩევნო გარემო მაჟორიტარისა თუ პროპორციულის ნაწილში ცუდია და იქ უშანსოდ ვართ, იმიტომ რომ ქართული ოცნება ყველა ვარიანტში არასწორად გააკეთებს ყველაფერს და წაართმევს ამათ შედეგს. მერის ნაწილში ეგ როგორ არის სხვანაირად. არ ვიცი, მე ესეთი ფორმით ამ ყველაფერს დაუძახო არჩევნები და იქ მიიღო მონაწილეობა, სადაც 100-დან 100-ვე შემთხვევაში უკვე დარწმუნებული ხარ, რომ შედეგი არ გექნება და პირიქით რაღაც საშინელი მედგაცრუებას გამოიწვევ იმ ხალხშიც კი, ვისაც თხოვდა მიიყვან არჩევნებზე, არ ვიცი, ამას მავნებლობა ქვია და მართლა ქვია იმ გზის ღალატი, რომელზეც ყველანი ერთად დავდექით, აგერ უკვე ლამის 1 წელია, ხო? საბოლოო ჯამში რა მოხდა ამ ხალხმა გულისხმობელსა და გახარიას გადაწყვიტეს, რომ ქუჩაში პროტესტი აღარ არის, ამ ქვეყანაში არაფერი საინტერესო აღარ ხდება და ეხლა დროა საკუთარი პარტიები თუ პარტიული სტრუქტურები გადაარჩინონ და მხოლოდ ამისთვის მონაწილეობენ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, რათა რამოდენიმე ადგილას თითქოს საკრებულოს წევრები შეიყვანონ. ერთ-ერთ სტუმარს სხვა შორის ლელოდან ფორმულას ეთერში ამბობდა, რომ გაყალბების მიუხედავად ვაპირებთო საკრებულოში იმ მანდატების აღებას, რომელსაც გვიბოძებს ქართული ოცნება. მე აღარ მომისმენია ეს და თქვენთანაც მაქვს თხოვნა და ყველასთან იქნებ ძალიან მკაფიოდ თქვენ ეს. მართლა ფიქრობენ ესენი, რომ გაყალბებული არის უკვე არჩევნები და რა ვიცი, ამას შეგვიძლია უკვე ბევრი ვისაუბროთ, კიდევ ერთხელ უნდა რომ არჩევნები ბრჭყალებში. მაგრამ რა მანდატსაც მათ ქართული ოცნება უბოძებს, იმ მანდატის აღებას აპირებენ 4 ოქტომბერს. და ამბობენ, რომ ეს არის ნორმალური პროცესი და ამ ყველაფრის ნორმალიზებას უნდა შეუწყო ხელი უფრო სწორად ამ ყველაფრისთვის ნორმალურის დარქმევას უნდა შეუწყო ხელი. ეს ხო რა ვიცი, წარმოუდგენელ სიგიჟესთან გვაქვს ჩემი აზრით საქმე. რეალურად
4 ოქტომბერი არ არის არჩევნები, 4 ოქტომბერი არის ბიზნესთვის სტატუს-კვოს შენარჩუნების სიტუაციისთვის, ნორმალურის დარქმევის რაღაცა ამბავი და იმედი ბიძინა ივანიშვილისთვის და რა ვიცი ყველა ნორმალური ადამიანის ამ ქვეყანაში მაცხოვრებელის რომელიც ფიქრობს რომ ჩვენ მართლა გვაქვს მომავალი და ბრძოლას აქვს აზრი ამ ყველაფერს უნდა შეუშალოს ხელი და ხელი შეშლა იქნება არ მისვლა არჩევნებზე და მისვლა საპროტესტო აქციაზე ეს არის ჩემის და ჩვენი გუნდის პოზიციაზე და დარწმუნებული ვარ რომ 4 ოქტომბერს ჩვენი მხარდამჭერების ძალიან დიდი უმრავლესობა და პრაქტიკულად ყველა არა რაღაც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად წავა საარჩევნო უბნებზე, არამედ გამოვა საპროტესტო აქციაზე რუსთაველზე. როგორ ხედავთ ამ საპროტესტო აქციის პერსპექტივას? რა მნიშვნელობას ანიჭებთ თქვენ ამ საპროტესტო? ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი წელია, ბევრ საპროტესტო აქციაში მიგვიღია ყველას ალბათ ერთ-ერთ მონაწილეობა. მგონია რომ ეს არის გამორჩეული საპროტესტო აქცია. იმ განწყობებით, რასაც მე ვისმენ, რა ვიცი, თბილისშიც, ბათუმშიც, საქართველოს პრაქტიკულად ყველა რაიონსა თუ ქალაქში, რაღაცა განსხვავებული ენთუზიაზმით და განსხვავებული იმედებით იკრიბება ხალხი რუსთაველზე. რა მოხდება ყველანი ერთად ნახავთ, უყურებთ, მე ზუსტად ვიცი რომ ეს იქნება უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში, შეიკრიბება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გულწრფელად გამოხატავს პროტესტს იმის შესახებ, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ძალიან მკაფიოდ დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომ მას არ მხოლოდ უნდა ნორმალური ცხოვრება ამ ქვეყანაში, უნდა დემოკრატია და არ უნდა ავტოკრატია, არამედ მზად არის იბრძოლოს ამისთვის, იბრძოლოს მშვიდობიანად და მიაღწიოს კიდეც ამას. ამასთან ერთად აი მოლოდინების მართვას ლაპარაკობს ბევრი და იმას რომ ფრუსტრაცია არ უნდა გამოიწვიოს. თქვენ აქცევთ ამას ყურადღებას, მიიჩნევთ რომ ეს მნიშვნელოვანი ნაწილი არის? რა თქმა უნდა, ზოგადად მოლოდინების მართვა და რაღაცა ფრუსტრაციის არ გამოწვევა მნიშვნელოვანი ამბავია. მე პრაქტიკულად გამორიცხავ რომ ეს ესე მოხდეს, იმდენად ბევრი გულანთებული პატრიოტი შეიკრიბება 4-ში საპროტესტო აქციაზე, რომ მე მგონია რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი და კარგი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დაანჩერი რა როგორ მოხდება, ნახოთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვნად უკვე შერყეული რეჟიმი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად იქნება შერყეული და ჩვენ არც ისე ბევრი გვაშორებს იმისგან, თუ სწორად ორგანიზებულად მოვიქცევით, როცა შევძლებთ ამ ქვეყანაში მართლა ნორმალური არჩევნების ჩატარებას. აღარ გულისხმობ ბუნებრივია ნორმალური არჩევნებში იმას, რომ ამას არ ატარებს ივანიშვილი და კოლხაძე ძალსახი. იმ რეფორმებსაც ატარებს. გიორგი, ჩვენ ნახეთ, ხედავთ რეჟიმის შიგნით დიდ გადალაგებას, ხო? ამას ერთი მხრივ აქ კამპანიური სახე აშკარად იმ გაგებით, რომ აი, ვითომ კორუფციას ებრძვიან და ეს დამახასიათებელია ყველა ავტორიტარული რეჟიმისათვის რაღაც დროს შიდა წმენდის ფარგლებში ამას არ ქმნიან, რომ აი კორუფციას ებრძვიან, ამ დროს რეალურ სისტემურ კორუფციას არ ებრძვიან, ებრძვიან აცლიან კონკრეტულ კადრებს, რაღაც სისტემას ახლები იბარებენ ამ კორუფციულ სქემებს. ამასთან ერთად ხედავთ რეალურ შიდა კლანურ გადალაგებასაც, ხო? კადრები, რომლებზეც იდგა ქართული ოცნება რამდენიმე წლის წინ, გინ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, გინ რეგიონალურად ნელ-ნელა ჩოჩეს, შეცვალეს და ახლა სხვა ხალხის ისმის აქ ჯრამული, როგორც ერთ კარგ ლექსია. როგორ ფიქრობთ, ამას ექნება გავლენა რეჟიმის სიძლიერეზე? რას ემსახურება თავისთავად ეს? თქვენ როგორ ხედავთ ამას? მათ შორის რეგიონულ კონტექსტში, აი აჭარაში რაც მოხდა, ხო? თორნიკელი ჯვადის მაგალითი ხო ძალიან ისეთია. კი. ხო, არ ვიცი, გადალაგება, ჩემი აზრით ირყევა რეჟიმი და ამისი გამოვლენებაც არის ეს. რეჟიმი ცდილობს საზოგადოების თვალში მანაჩვენოს, რომ მას კიდე რაღაც ძალა გააჩნია და კორუფციის წინააღმდეგ თითქოს ეგეთი ბრძოლა, ჩემი აზრით, ამითიც არის მათ შორის განპირობებული, რათა რა ვიცი, თავის ხალხს, თავის მხარდამჭერებს ვინც დარჩათ შეეძლო მცირე, მაგრამ მაინც დარჩათ რაღაცა რაოდენობის ხალხი, იმ ხალხს აჩვენოს, რომ რეჟიმი ფორმაშია. ის ვიღაცებს იჭერს, მას ამის საშუალება და რესურსი გააჩნია და ასე შემდეგ. ერთის მხრივ ეს და მეორეს მხრივ ხო რა თქმა უნდა ის რომ ბიძინა ივანიშვილმა ის ფული რომელიც მან დაკარგა ამ სანქციებით და უცებ გვერდით რომ მოიხედა და აღმოაჩინა რომ ძალიან ბევრი ადამიანი მის ირგვლივ გამდიდრდა, მას სხვა გაგება აქვს და ის ამ გაგებით თხოვს ამ ხალხს რომ ფული მიუტანონ მას და ეს პრაქტიკულად ყოველ ფეხის ნაბიჯზე უკვე ძალიან კარგად იგრძნობა, ხო? ან ფულის ამოღებას ხედავთ, ხო? მათ შორის ფულის ამოღებას, ალბათ პირველი ბიძინა ივანიშვილისთვის უმნიშვნელოვანესი ამბავი არის ფულის ამოღება, მის მიერ რაღაცა დაკარგული თანხების შევსება, მეორე მხრივ რეჟიმი ცდილობს რომ ვიღაცებს აჩვენოს განსაკუთრებით ალბათ თავის მხარდამჭერებს რომ ისინი არ ჩამოშლილ ფორმაში არიან და მათ შორის ეგეთი რაღაცების კეთებაც კი შეუძლიათ რიჟვაძე არა თუ მოხსნან არამედ ავით საშინელებაც დამართონ იქ ვიღაცები დაიჭირონ შესაძლოა ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაიჭირონ და ასე შემდეგ და რაღაც ფორმით ძალის დემონსტრირებასაც ცდილობს მაგრამ და ეგ არ არის უცნაური და გასაკვირი ამბავი რეჟიმები ესეც იქცევიან ხოლმე ოღონდ რეჟიმები ესე იქცევიან თავის ბოლო ჟამს
და მე ყველაფერი ცუდად თავდება. კიდევ უფრო მეტი ადამიანი არის, რა თქმა უნდა, დღეს გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილზე, ვიდრე იყო აქამდე და ეს მათ შორის აჭარაში ძალიან კარგად იგრძნობა კაცი. თორნიკე რიჟუა ძალიან დიდი ხანი იყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ის იყო პოლიტიკური გუნდის ლიდერი და მას ძალიან ბევრი ადამიანი ყავდა გარშემო შემოკრებილი. რო თქვა რომ რამის საოცარ საქმეს აკეთებდნენ აჭარისთვის არა, მაგრამ საკუთარი ოჯახებისთვის და გარემოცვისთვის კი აკეთებდნენ კარგ საქმეს. ამ ადამიანების დიდი უმრავლესობა ხო რა თქმა უნდა დღეს პროცესებისაგან არის გამიჯნული და გაწეული. იქ ვიღაცებმა თავის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის ერთ-ერთი მინისტრი იყო თვარსტები მის მოადგილედ ითვლებოდა ფუტკარაძე, რომელიც მინისტრობიდან ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზეც კი გადავიდა და გადავიდა იმიტომ რომ ის წარ დაეჭირათ. დღეს ხო როგორ არის, დღეს თუ რაღაცა ფორმის რომელიმე სამსახურში მაინც ხარ ბიძინა ივანიშვილის ამ რაღაცა რეჟიმის ვერტიკალში, მაშინ დიდი შანსია რომ არ დაგიჭირონ და ეხლა ესეც ცდილობს ხალხი თავის გადარჩენას. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ცალსახად იგრძნობა რომ რეჟიმი ყველგან არის შერყეული და ეს იგრძნობა ყველგან, განსაკუთრებით მათ შორის თბილისშიც ხო. აი როგორც კი ლილუაშვილი მოხსნეს, მიაყოლეს რიჟვაძე. მე დამცავ შეთაბერწლება რომ ეს კადრი ასეთ მის კადრად ითვლებოდა. ყოველ შემთხვევაში შეიძლება თავიდან მისი კადრი არ იყო, მაგრამ სისტემურად მას მიება საბოლოოდ, ხო? აი ლილუაშვილის სისტემას. ეს ლილუაშვილის აწყობილ საკადრო სისტემას ვხედავთ ნელ-ნელა როგორ აცლიან კადრებს და ახალი კადრების ჩანაცვლება ხდება. რა არის სად არის ეს კადრების საბადო, მოდი ესე ვთქვათ, თუ აქვთ ასეთი დღეს ოცნებას. რა კარიერულ ლიფტს თავაზობს ივანიშვილი თავის მომსახურე ხალხს? ლილუაშვილი თუ დავიწყო, იქ რიჟვაძის ნაწილი ამ ეტაპზე მოკეცადაც არის გაჩერებული, როგორ არის, ხო? მას დაუწერეს თუ რა საკუთარი ხელი დააწერიეს კორუფციაც და რაღაც ნარკოტიკებიც, ხო? ხო, წარმოუდგენელია ამ მასშტაბის კორუფციაზე და ნარკოტიკებზე იყო საუბარი ისე, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მარტო მოახერხოს ეგ. რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო ლოგიკური ჯაჭვი, სადაც უნდა მისულიყო, ვინც უნდა ყოფილიყო მისი რაღაცა მთავარი მოკავშირე თუ ზედამხედველი, ეს შეაძულა კი არა და უდიდესი ალბათობით იქნებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ან პრემიერ-მინისტრი ან ყოველთვის ამ რანგის რაღაცა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი და ხო სწორიც და ლოგიკურიც იყო ალბათ ეგ ამბავი რომ რიჟვაძე და ლილუაშვილი ერთად გაუშვეს და მე ერთად ახორციელებენ ეხა მათ წინააღმდეგ დევნას. რაც შეეხება იმას, სად როგორ შეუძლიათ ივანიშვილის რეჟიმის შიგნით ადამიანებს რაღაცა კარიერული წინსვლა, ვიღაცები ამას ახერხებენ, ვიღაცა ახალი ადამიანებიც ცდილობენ ყოველ შემთხვევაში რაღაც გვერდგაწეული ადამიანებიც მოიყვანონ. მე არ მგონია რომ ეს რაღაცა კარგ ტონად ეთვლებოდეს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რაღაცა ნებისმიერ დროს ძალიან ნათლად და მკაფიოდ აჩვენებს ხალხს, როცა მის პირად ინტერესებს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, პირად ინტერესებს ეხება საქმე, ნებისმიერი ადამიანი მისი გუნდიდან შეუძლია გაწიროს. და ამის მაგალითებს ხედავ ჩვენ იგივე ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, რიჟვაძესა თუ სხვების შემთხვევაში, რა ვიცი, უდიდესი დამსახურების რეჟიმის წინაშე მყოფი ადამიანები ესე მარტივად გასწია გვერდით და ხო რა ვიცი, ნორმალური ადამიანი წესით მათ გვერდით აღარ დადგება. არა მხოლოდ არჩევნები გააყალბა, კაცო, ყველაფერი უბედურება ამ ქვეყანაში, რაც მოხდა, მათ შორის არის ჩვენ ვსაუბრობთ, ხო იქ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თუ ქმედებები, რომელიც მიღებულია ან ჩადენილია ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ, ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, ამ ხალხის ხელით არის ყველაფერი ჩადენილი, ეს დანაშაულები და ეს ხალხი მოიძულა ეხლა და უფრო მეტიც უმრავლეს მათგანს ციხით ემუქრება. ციხით ემუქრება თავისთავად ესეც ხო სიგნალი, ანუ მე შენ გამოგიყენებ, არჩევნებს გავაყალბებ, ადამიანებს ვაწამებ, მე მაგნიცისიაში აღმოჩნდები და მე რო დაგასანქცირებენ, მე გადაგაგდებ აქედან, ხო? კი, ეგრეა. თავისთავად ეს არის რაღაცა შიდა სისტემური გზავნილი აშკარად ვიღაცებმა უნდა მიიღონეს. კი, და ესეა და ნათლად აჩვენებს იმას, ვინ არის რეალურად ბიძინა ივანიშვილი და როგორი კაცია ეს ოლიგარქი კაცი რა, როგორი იქცევა, როგორი იღებს გადაწყვეტილებებს. ეს თქვენი მაყურებლის ალბათ ძირითადად ნაწილმა უკვე დიდი ხანია და კარგად ვიცით, რომ ეს მხოლოდ პირადი ინტერესებით რაღაცა მოქმედებსა თუ სარგებლობს, მაგრამ ალბათ ამაზე უნდა დაფიქრდეს ის ხალხი, ვინც ჯერ კიდე ქართული ოცნების რეჟიმის რაღაცა შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა და ამაგრებს ამ რეჟიმს. აუცილებლად ყველა მათგანის კარებთან მივა ივანიშვილის რეჟიმის ეს ძალისმიერი მეთოდები თუ რა ვიცი უკანონობა, რომელსაც ის ახლა ჩადის სხვების წინაშე. და ამ მხრივ ბევრი მიიჩნევს, რომ არსებობს რაღაცა ვადები, როდესაც ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. იმ გაგებით, რომ რაღაც დროის შემდგომ თუ რეჟიმმა მოახერხა ოპოზიციური ინფრასტრუქტურის განადგურება, მთლიანად პროტესტის დასუსტება, კი ბატონო, პროტესტი შეიძლება რაღაც დოზით გაგრძელდეს, მაგრამ აუცილებელია შემოტრიალების წერტილი. ხედავთ, რომ ეს ვადებში მე მგონია რომ წერილია ეს პროცესი. მე მგონია რომ ახლოს ვართ ამ ამბავთან, ყველა
ის მაგალითი რაც ჩვენ ახლა ვსაუბრობ და რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება, მიუთითებს იმას, რომ ჩვენ ამ წერტილთან, როცა რეჟიმი საბოლოოდ იქნება ჩამოშლილი, ვართ ძალიან ახლოს და როცა ვამბობთ, რომ რეჟიმი იქნება ჩამოშლილი რაღაცა დიდ უცნაურ ამბებს კი არ გულისხმობთ, ეს ნიშნავს იმას, როცა მაგალითად 4 ოქტომბერს თუ მანამდე თუ მე რა ვიცი ალბათ საპროტესტო აქციებზე კაფეოდ ჩანს, რომ რეჟიმის მიერ გაცემულ დავალებებს არ ასრულებს იქ რაღაცა გედედეს თანამშრომელი მოსამართლე პროკურორი და ასე შემდეგ. როცა რეჟიმის შემადგენელი ნაწილები ხვდებიან, რომ იმ მასშტაბის უკანონობასთან გვაქვს საქმე უკვე და რაღაცა ძალაც აღარ დგას რეჟიმის მხარეს, რომ ამ დავალების შესრულება უკვე ხო აღარ ღირს. იმიტომ რომ საკუთარ თავსაც დაღუპავენ და დაღუპავენ ოჯახებსაც და ასე შემდეგ ყველაფერს. მგონია რომ ამასთან ვართ ახლოს. აქ თუ არა ივანიშვილის რესურსი გრძელვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნოს ის სიტუაცია, რაც ახლა არის ქვეყანაში. ჩემი აზრით არა აქვს. იმიტომ რომ ჩვენ არ ვცხოვრობ ჯერ ერთი 10 საუკუნეებში რომ რაღაცა შემოღობოს ივანიშვილმა და თქვას რომ აქ მოკლედ ვერც ვერავინ გარეთ ვერ გავა და შიგით ვერ შემოვა და მე ვიქნები და მორჩა. მეორე მხრივ ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების დიდი უმრავლესობა ძალიან სწორად და კარგად აფასებს იმას, რომ ჩვენ ჯერ კიდე გვაქვს ის რაღაცა ისტორიული ფანჯარა ღია და შეაძლებლობები, რომელიც ეხლა შეგვიძლია გამოვიყენოთ და რომელიც ზავით ბევრი წლის განმავლობაში, თუ 10 წლების განმავლობაში არ ქონდა და შეაძლოა კიდე არ ქონდეს, ხო? გულისხმობ ჩვენს ევროპასთან დაახლოებას და ასე შემდეგ. და ყველა ბოლო საპროტესტო აქცია აჩვენებს იმას, რომ ხალხი ამისთვის მზად არის იბრძოლოს. ივანიშვილს არც ნავთობი აქვს, არც მისი ფინანსური რესურსი ეყოფა იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კიდე ერთხელ მეორებ რეჟიმი შეინარჩუნოს. ამიტომ მისი ჩამოშლა არის გარდაუვალი, მთავარი არის ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების სწორად ორგანიზება და ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიანი მეთოდებით. მადლობა ძალიან დიდი.